მწერალთა სახლი. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო და სტუდია კოცსი წარმოგიდგენთ. რევას კვერენჩხილაძის წიგნს საბუთები ღაღადებენ. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცსის ბაზაზე. რევას კვერენჩხილაძე, საბუთები ღაღადებენ. წიგნში წარმოჩენილია დამოუკიდებლობის მოპოვების 1918 წლის სიხარულთან ერთად მისი მოვლა პატრონობის მოწოდებანი და გარემოებანი. დამოუკიდებლობის სულისკვეთება და ამის გამომხატველი მიმართვები, პუბლიცისტური წერილები, დაბეჭდილი თუ ზეპირად გავრცელებული ლექსები, ამბები. დამოუკიდებლობის დაკარგვის 1921 წლის ტრაგიკული გარემოებანი. საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და კომპარტიის ცეკას დადგენილებანი და განკარგულებანი. პარტიის ხელმძღვანელთა აღიარებანი. შინ სახკომის მუშაობის მეთოდების მამხილებელ დაკითხვათა ოქმები თუ სხვა საიდუმლო მასალები. მისივე მუშაკების განამხელი. შინ სახკომის ფარული თუ გაშიფრული აგენტების, დამსმენთა და პროვოკატორთა შეტყობინებანი. რეპრესირებულთა მონათხრობი. განცხადებანი შინაგან საქმეთა კომისრისა და პარტიის ცეკას სახელზე. საპატიმროდან მოწერილი ბარათები და ნაპატიმრალი ლექსები. საქართველოს მწერალთა კავშირის დიდხანს გასაიდუმლოებული სტენოგრამები, პარტიული ცენზურის დადგენილებანი. ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით გაწეული უანგარო დახმარებისათვის ავტორი გულითად მადლობას უხდის საზოგადოება მემორიალის თავმჯდომარეს ბატონ გურამ სოსელიას, ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის წევრს ილამაზ მიწიშვილს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ციციშვილს და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გელა საითაძეს. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რეცენზენტები გელა საითიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ციციშვილი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. ჩვენთვის ძვირფასია მშობლები, შვილები, ახლობლები, მაგრამ ყველა წარმოდგენა სიყვარულზე თავს იყრის ერთ სიტყვაში: სამშობლო. მარკუს ტულიუს ციცერონი, ძველი წელთაღრიცხვით 106-43 წლები.
თავი მესამე. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მესამე ნაწილი. წართმეული მიწების დაკანონებასთან ერთად, როგორც ნოე რამიშვილიც მიუთითებდა, ოსმალეთის მშვიდობიანი განვითარება მოითხოვდა რუსეთის მესაზღვრეობიდან თავის დასაშორებლად მასსა და რუსეთს შორის დამოუკიდებელი საქართველოს არსებობას. მეორე მხრივ, დიდი სიძნელეები შეგვიქმნა იმან, რომ დემოკრატიულმა რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ოსმალეთის ფრონტის მიტოვება და საქართველოს გავლით შინ დაბრუნება. რუსები ფეხს ითრევდნენ, საქართველოში დალექვას ცდილობდნენ, თბილისის აკლებით იმუქრებოდნენ. აი რა მოგონება დაგვიტოვა ამის თაობაზე ამ ამბების უშუალო მონაწილემ გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა. შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ამიერკავკასიას და კერძოდ საქართველოს ორი მხრიდან მოელოდა საფრთხე. ეს საფრთხე იყო ოსმალეთი, რომლის ჯარები უკან დახეულ ჩვენს ჯარებს ფეხდაფეხ მოსდევდნენ. მაგრამ ვიდრე ოსმალები ჩვენამდე მოაღწევდნენ, რუსების ჯარები გვაწვებოდნენ. ამ უკან დახეულ რუსეთის ჯარებს გზა თბილისზე ჰქონდათ. მიაღწევდნენ თბილისამდე და როგორც მტერი ალყაშემორტყმულ ქალაქს გვიდგენდნენ სხვადასხვა მოთხოვნებს. ერთხელ ისიც კი მოითხოვეს, რომ ამიერკავკასიის მთავრობა გადამდგარიყო და ხელისუფლება ჩაებარებინა არმიის საოლქო ყრილობისათვის. ამას ისიც დაემატა, რომ თურქები ყარსისა და ბათუმის ოლქზე პრეტენზიების გამოცხადებით არ კმაყოფილდებოდნენ და 1918 წლის 15 აპრილს ძველი სტილით ბათუმი დაიკავეს. მომდევნო დღეებში ახალციხე, ახალქალაქი და ოზურგეთსაც მოადგნენ. შემდეგში ამ ქალაქების განთავისუფლებას მრავალი ქართველი შეეწირა. არადა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს პეტრე სურგულაძე, გიორგი მაჩაბელი პირველი მსოფლიო ომის წინ თურქეთთან მოლაპარაკებაც უწარმოებია და გარკვეულ წარმატებასაც მიუღწევია. იხილეთ მიხეილ სვანიძე ქართველები და თურქთა საიდუმლო. ლიტერატურული საქართველო 1992 წელი ნომერი 29. მაგრამ საქართველოს პატრონობა სოციალ-დემოკრატებს ერგოთ. მათი მრწამსი კი ეროვნულ ინტერესებს არ ითვალისწინებდა, ხოლო როცა პრაქტიკამ ისინი აიძულა ეროვნული პრობლემებისათვის გაეწიათ ანგარიში, მაშინაც არ აჩქარობდნენ. დამოუკიდებლობის გამოცხადების დაგვიანებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ინტერნაციონალისტი რუსოფილი ხელმძღვანელობის დანაშაულთან ერთად ისიც ფაქტია, რომ სოციალ-დემოკრატიული იდეებით გატაცება, გაბრუება ხალხსაც უბნევდა გზაკვალს. ტყუილად არ აცხადებდა გაზეთი ერთობა დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა დღეს 1918 წლის 25 მაისს მრავლის თქმელ სათაურიან იძულებითი ნაბიჯი წერილში. ქართველი ერის დიდი უმრავლესობა, თითქმის მთელი დემოკრატია სოციალ-დემოკრატიის დროშას მიჰყვება. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია დამოუკიდებლობა. ამ წერილს დამოუკიდებლობის გამოცხადების მესამე დღეს ამავე გაზეთის მოწინავე წერილიც ეხმიანებოდა. საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადება საგარეო ურთიერთობის ძალდატანებით წარმოიშვა და ჩვენ ახლა მოვალენი ვართ იგი დავიცვათ. სოციალ-დემოკრატებს საქართველო დამოუკიდებლად ჯერ ვერ წარმოედგინათ. ეს იყო, რომ ტრაპიზონის მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ, რომელშიც გერმანიის ჩართვის თაობაზე რეზო გაბაშვილს ძლივს მიუღია მანდატი ნოე რამიშვილისაგან,
22 წლის ამიერკავკასიის სეიმმა დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. მაგრამ მალე გამოირკვა, რომ ამ ფედერაციაში შემავალ ქვეყნებს საერთო ინტერესები არ აერთიანებდათ. აზერბაიჯანს ოსმალეთის მხარე ეჭირა. სომხეთი ომის გაგრძელებას ემხრობოდა. საქართველოსათვის კი ომი დამღუპველი იყო, რადგან ჯარი არ ჰყავდა. მალე როგორც იქნა, კარლო ჩხეიძემ სეიმში განაცხადა: ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთს არ აცნობსო. ნოე ჟორდანია თავის ბროშურაში ზადვა გოდა 1919 წელი დანანებით იტყვის: რუსეთთან კავშირი გაწყდა და მარტონი დავრჩით. ასეთ ვითარებაში ამიერკავკასიის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა მიმართა ნოე რამიშვილს. დამოუკიდებლობა უნდა გამოვაცხადოთ, მაშინ შესაძლოა გერმანია დაგვეხმაროსო. ნოე რამიშვილი მიემხრო აკაკი ჩხენკელს. მართლაც ომიდან რუსეთის ჩამოშორებით რამდენადმე გამაგრებულმა გერმანიამ ფონ შელენბურგისა და ფონ კრესის სახით საქართველოს დახმარების ხელი გაუწოდა. საქართველოში დაბანაკებულ გერმანელ სამხედრო ტყვეებს ჯარისკაცების ფორმები ჩააცვეს და ისინი საქართველოს ინტერესების დაცვას შეუდგნენ. ქართველი ინტელიგენციის ასეთი სულისკვეთება გამოიხატა სრულიად ახალგაზრდა პოეტის გრიგოლ მეგრელიშვილის თისნიავი 1918 წელს თქმულ ამ სიტყვებით: ჩვენის ხელით დავიჭრით ხელებს, თუ ჩვენთვის დღესაც არ გათენდება. და ეს რომ ლიტონის სიტყვები არ იყო, ავტორმა სულ მალე 1919 წლის 30 იანვარს დაამტკიცა, როცა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის თურქეთთაგან დაცვისას ბრძოლის ველი დაჭრილმაც არ მიატოვა და დამპყრობელს თავი შეაკლა. თანდათან მწიფდებოდა ფედერაციიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების აზრი. ბოლოს ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა. 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შექმნა პირველი კოალიციური მთავრობა, რომლის თავმჯდომარედ ნოე რამიშვილი დაინიშნა. მან მაშინვე შეათავსა შინაგან საქმეთა მინისტრობა. სხვა სამინისტროები ჩაბარდათ: საგარეო საქმეთა აკაკი ჩხენკელს, სამხედრო გრიგოლ გიორგაძეს, ფინანსთა და ვაჭრობისა გიორგი ჟურულს, განათლებისა გიორგი ლასხიშვილს, მიწადმოქმედებისა და შრომის ნოე ხომერიქს, იუსტიციის შალვა მესხიშვილს და გზათა ივანე ლორთქიფანიძეს. ნოე რამიშვილსა და აკაკი ჩხენკელს უნდა ვუმადლოდეთო დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მიიჩნევდა აკაკი რამიშვილი. ხომ არაა ცოტა გაზვიადებული და იმასაც აღნიშნავს: გენერალი კვინიტაძე თვლიდა, გამოხატავდა რა გარკვეული წრეების აზრს, რომ ნოე რამიშვილს შეეძლო ისეთივე სამსახური გაეწია საქართველოსათვის, რაც პოლონეთს პოლსუცკიმ გაუწიაო. ნოე რამიშვილი ხელადვე უნდა გამოყოფოდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და წმინდა ეროვნული გზა აერჩიაო. მაშინ ჯარიც და ოფიცრობაც მის ირგვლივ დაირაზმებოდა, მაგრამ ეს ნოე რამიშვილმა ვერ შეძლო. და ამას შეცდომად უთვლიან სხვებიც და მისი ვაჟიც. ნოე რამიშვილი და აკაკი ჩხენკელი ცდილობდნენ მთავრობაში ილია ჭავჭავაძის მიმდევარი ეროვნულ დემოკრატების ნიკო ნიკოლაძის, გიორგი გვაზავას და ივანე ზურაბიშვილის შეყვანას, რასაც მხარი არ დაუჭირეს უკიდურესი შეხედულებებისა და ზომების მიმდევრებმა
ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ფრთის წევრებმა მიხაკო წერეთელმა, დავით ვაჩნაძემ, რევაზ გაბაშვილმა, სპირიდონ კედიამ. ნოე რამიშვილის მთავრობის მოთხოვნით საქართველოში მყოფმა გერმანიის ჯარის ნაწილებმა შეაჩერა ოსმალეთის წინსვლა, მაგრამ მალე მსოფლიო ომიდან გერმანიის გამოთიშვის შედეგად, როგორც უკვე ვთქვით, ბათუმში ბრიტანელი ჯარისკაცები გამოჩნდნენ. ნოე რამიშვილი კარგი ორგანიზატორი და მტკიცე პიროვნება იყო. საგანგებო რაზმი შექმნა ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად. ნოე ჟორდანიას მომხრეები კი იმთავითვე ცდილობდნენ თავიანთი ინტერნაციონალისტ მარქსისტების უმრავლესობის რუსოფილების ფრთის წარმომადგენელი ნოე ჟორდანია ყოფილიყო მთავრობის თავმჯდომარე. როგორც აკაკი რამიშვილი თვლიდა, ის კი საზოგადოების ნაწილის აზრს გამოხატავდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის სამმა მთავარმა პირმა, ნოე რამიშვილმა, მხედართმთავარმა გენერალმა კვინიტაძემ და დიდმა დიპლომატმა აკაკი ჩხენკელმა, ჩხენკელს ქართული დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ სანდოზე სანდო იყოო, ვერ მოახერხეს სამთა კავშირის შექმნა, თორემ ვეღარავინ გადააყენებდა ნოე რამიშვილის მთავრობასო. მე მხოლოდ მოსაზრებას გადმოვცემ. კვინიტაძეც თავის მოგონებებში დადებითად აფასებდა ნოე რამიშვილს, როგორც თავმჯდომარეს. რომ ეთხოვა, ხელად გავკოჭავდი ვალიკო ჯუღელს, რომელიც იძახოდა მხოლოდ ნოე ჟორდანიას მთავრობას დავემორჩილებიო. გვარდია დაიშლებოდა, მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოც და გადატრიალება არ მოხდებოდაო. ასე მიაჩნდათ. ამას ხელს ისიც შეუწყობდა გიორგი გვაზავა, რომ გერმანიაში ელჩად არ გაეგზავნათ და აკაკი ჩხენკელსაც ევროპაში რამდენიმე დღე არ დაეკარგაო. ეროვნულ დემოკრატების პარლამენტის სხდომის წინ ნოე რამიშვილისათვის უთხოვიათ. ჩვენს პარტიაში გადმოდიო, თავმჯდომარეობად შეუთავაზებიათ. ეს ეროვნულ დემოკრატებს არჩევნებს მოაგებინებდათო, მაგრამ ნოე რამიშვილმა არქნა. თუმცა როცა ეროვნული ორიენტაცია აირჩია, სოციალიზმი და კლასთა ბრძოლა ერთხელაც არ უხსენებიაო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საჭირო იყო ეროვნულ საბჭოს უფრო კანონიერი სახე მისცემოდა. ამისთვის მისი ძველი შემადგენლობა გაიზარდა 121-მდე. აი ზოგიერთი დამატებულნიც. სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ნიკოლოზ კარლო ჩხეიძე, რუსეთის მასშტაბით ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ცოტა ხნის წინ ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე. ეროვნულ დემოკრატიულ პარტიიდან რეზო გაბაშვილი, შვილი ცნობილი მწერლის ეკატერინე გაბაშვილისა, უკიდურესი ნაციონალისტი, მიხაკო წერეთელთან და სპირიდონ კედიასთან ერთად, მნიშვნელოვანი მოგონებების ავტორი. ექვთიმე თაყაიშვილი, მეცნიერი და მოღვაწე, ემიგრაციაში წაღებული საქართველოს განძის უანგარო მცველი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კომუნისტური ხელისუფლებისაგან შერისხული, შინ სახკომის უშიშროების მუდმივი მეთვალყურეობით შეზღუდულ შეურაცხყოფილი. ფედერალისტთა პარტიიდან არჩილ ჯაჯანაშვილი, მწერალი, შემდეგში 1928 წელს რეპრესირებული. ამ შევსებულ ეროვნულ საბჭოში კიდევ უფრო საგრძნობი გახდა სოციალ-დემოკრატთა უმრავლესობა და აი 1918 წლის 30 ივნისს მენშევიკური საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე ირაკლი კაკი წერეთელმა დააყენა მოთხოვნა მთავრობის თავმჯდომარე უმრავლესობის ლიდერი ნოე ჟორდანია უნდა იყოსო. ნოე რამიშვილი დათანხმდა, ეთყობა სამოქალაქო ომის დაწყებას მოერიდა.
ასე შეიქმნა მეორე ერთპარტიული სოციალ-დემოკრატიული მთავრობა. ნოე ჟორდანია მთავრობის თავმჯდომარე, ევგენი გეგეჭკორი საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი, კარლო ჩხეიძე დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე, ნოე რამიშვილი შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრი, კონსტანტინე კანდელაკი ფინანსთა და ვაჭრობის მრეწველობის მინისტრი, ნოე ხომერიკი მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი. ამას კი აი რა მოჰყვა. ჯერ კიდევ 2 დღით ადრე, 1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში ნოე ჟორდანიამ სიტყვა წარმოთქვა წითელი გვარდიის დაკანონების თაობაზე. ამაზე ასეთი იყო ეროვნულ დემოკრატ დათა ვაჩნაძის გამოხმაურება. ჩვენ გვაქვს წარსულის მაგალითები და ჩვენ გვეგონა რომ წარმოგვიდგენდნენ არა სახალხო გვარდიის მოწყობილ კანონ პროექტს, არამედ რეგულარული ჯარის შექმნისას. ნოე ჟორდანიას ასეთმა პოზიციამ გამოიწვია გვარდიის გაძლიერება პარტიული ნიშნით. მის გენერალურ შტაბში შეიყვანეს ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი და ვლადიმერ ვოიტინსკი. გვარდიას მხარს უჭერდნენ ვალიკო ჯუღელი, სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, ივანე გომართელი, ვარლამ ჩერქეზიშვილი. რეგულარული ჯარი ბოლოს და ბოლოს უნდა მოისპოს და სახალხო მილიცია დაარსდესო. ამას ამბობდა ვარლამ ჩერქეზიშვილი. რეგულარულ ჯარს ემხრობოდნენ გენერალი გიორგი კვინიტაძე, ჩვენთვის მილიციური წესი მიუღებელიაო, კოტე აფხაზი, ალექსანდრე სანდრო ახმეტელი, ვასილ წერეთელი. სახალხო გვარდია მარტო სოციალისტებისაგან შექმნილი იქნებაო. სოციალ-დემოკრატიულმა უმრავლესობამ თავისი გაიტანა. სახალხო გვარდიის შესახებ ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 2 ივლისს მიიღო კანონი. სახალხო გვარდია ტერიტორიული პრინციპის საფუძველზე კომპლექტდებოდა. მშვიდობიანობის დროს ადგილზე რაიონულ შტაბებთან არსებობდა მხოლოდ მეთაურებისა და უნტერ-ოფიცრების კადრების ნაწილი. ადგილობრივ შტატებთან მიწერილი იყო პირადი შემადგენლობა, რომელსაც მობილიზაციის დროს იწვევდნენ. ისინი სამწყობრო და საცეცხლე მომზადებას არასამუშაო საათებში და სასწავლო შეკრებებზე გადიოდნენ. სამწუხაროდ მარტო ამით არ შემოიფარგლა ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერი. როგორც საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 1918 წლის ივნისი გრიგოლ ვეშაპელმა განაცხადა, საქართველოს ოფიციალურმა მთავრობამ ვერ შეასრულა დადგენილება ქართული ეროვნული დროშის შესახებ. საქართველოს პარლამენტის და მთავრობის სასახლეზე წითელი დროშა ფრიალებს, რომელიც დღეს ბოლშევიკური რუსეთის ბაირაღად არის ცნობილი ყველგან. ამას ხელადვე მოჰყვა დასავლეთის რეაქცია. ამერიკელმა პროფესორმა, რომელსაც უნდა დაედგინა შეიძლებოდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, დაუყოვნებლივ აცნობა თავის მთავრობას წითელი დროშის აფრიალება. მემარცხენე მენშევიკებს, ნოე ჟორდანიას მომხრეებს ტრებად მიაჩნდათ თავად აზნაურობა, სანდო ძმებად კი რუსი და სომეხი მუშებიო.
მემარცხენე მენშევიკები კი სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, ისიდორე რამიშვილი, ვლასა მგელაძე, რამდენადმე უფრო ეროვნულ ორიენტაციის და ძლიერი ჯარის შექმნის მომხრენი სამწუხაროდ იოლად ჩამოსცილდნენ საქართველოს ხელისუფლებას 1918 წელს. ამასობაში 1918 წლის 27 აგვისტოს ხელი მოეწერა ბრესტის ხელშეკრულების დამატებას, რომლის მიხედვით რუსეთი თანახმა იყო გერმანიამ საქართველოს დამოუკიდებლობას ცნოსო. ბრესტში ჩვენი ოლქების წართმევაც თითქმის რამდენადმე გამოსწორდა. 1918 წლის 30 ოქტომბერს პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ დიდ ბრიტანეთმა დადებული მუდროსის ზავის ძალით გამარჯვებული ანტანტის სახელმწიფოთა სასარგებლოდ ბევრი რამის გადაწყვეტილებასთან ერთად ოსმალეთს თავისი ჯარები ამიერკავკასიიდან, მათ შორის ჩვენი ისტორიული ოლქებიდანაც უნდა გაეყვანა. ესეც ვერ გამოვიყენეთ. ჩვენები თავის ჯერ კიდევ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაწილად თვლიდნენ. მხოლოდ 1918 წლის 14-19 ნოემბერს სოციალ-დემოკრატების მერვე ყრილობაზე როგორც იქნა გამოეყვნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და გაფორმდნენ საქართველოს დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ პარტიად. კიდევ რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას რეგულარული ჯარის შექმნაზე. ამას მოითხოვდნენ პარლამენტში ეროვნულ დემოკრატები დავით ვაჩნაძე და რევაზ გაბაშვილი. ამ უკანასკნელმა თქვა მთავრობამ რაზმს, ესე იგი გვარდიას, აუარებელი ქონება და შეკაზმულობა მისცა. დღეს კი არაფერი გააჩნია ამ რაზმს, რადგან მისი შემადგენლობა ჭრელიაო. გვარდიამ პირველ ხანებში განსაკუთრებით თურქებისაგან საქართველოს დაცვისას 1918 წლის გაზაფხულზე, როცა საქართველოს ჯარი არ ჰყავდა, დადებითი როლი ითამაშაო. მაგრამ იმასაც ამბობენ, გვარდიაში დისციპლინა მოიკოჭლებდა. ამის მაგალითად ამ ამბავს ასახელებენ. ერთ-ერთი ბრძოლის დროს გვარდიის ერთმა ნაწილმა მრავალი მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაინც სტრატეგიული მაღლობი აიღო. ღამით ამ ნაწილს მოსვენება მოსურვებია და ქვევით სოფელში ჩამოსულა, ასე რომ დილით მაღლობი ხელახლა ასაღები აღმოჩნდა. ერთი მაგალითი გენერალ გიორგი მაზნიაშვილსაც მოჰყავს თავის მოგონებებში. ღამის 10 საათზე თავისი ნებით მოიხსნენ პოზიციიდან და დაბრუნდნენ უკან სურამში. ეს გარემოება ჩვენ დილამდის არავინ ვიცოდით, რადგან გვარდიელებმა თავისი წასვლა არაცნობეს მთავარ შტაბსაც კი, არამც თუ მე. ასე ჩაშლილა კარგად მოფიქრებული ოპერაცია. როგორც კი მთავრობის თავმჯდომარე გახდა, მეორე დღესვე ნოე ჟორდანიას გვარდიისათვის 50,000 რუსული რუბლი გადაურიცხავს. ჯარისათვის კი არაფერი. გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა ესეც აღნიშნა თავის მოგონებებში და ისიც, რომ საწყობებში დალაგებული უამრავი ამუნიცია და შეიარაღება ვერ აღმოაჩინა, ვერ გამოიყენა გვარდიის სარდლობამ. გვარდიის შემადგენლობა ჭრელი იყო და ისიც თუ როგორ უკმეხად უარყო ვალიკო ჯუღელმა ალექსანდრე შერვაშიძის შემოთავაზება 1500 ცხენოსანი აფხაზით გვარდიის გაძლიერების შესახებ. გენერალი კვინიტაძე იმაზეც თანახმა იყო, იარსებოს გვარდიამაც, მაგრამ ომის დროს გვარდიელები საერთო მობილიზაციის წესით იქნან გაწვეულებიო. ამ დროს საქართველოს 60 გენერალი და 5000 ოფიცერი ჰყავდა. მაშინ საქართველოში თავმოყრილი იყო
რუსეთის ფრონტებიდან გამოცდილი მხედართმთავარნი, რომელთაც ბრწყინვალე წარსული ჰქონდათ. მათ მიაღწიეს სამსახურის უმაღლეს საფეხურებს მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით და შრომით. ესენი იყვნენ გენერლები ოდიშელიძე, გაბაშვილი, ანდრონიკაშვილი, იმნაძე, გედევანიშვილი და მრავალი სხვა. ამას გამოყენება უნდოდა. საღად მოაზროვნე მოღვაწეებს მიაჩნდათ, რომ აუცილებელი იყო რეგულარული ჯარის შექმნა. ასე სწამდათ გენერლებს გიორგი კვინიტაძეს, გიორგი მაზვიშვილს და 1920-21 წლებში საქართველოს სამხედრო მინისტრს გიორგი ლორდქიფანიძეს, რომელსაც გასაბჭოების შემდეგაც არ ასვენებდა საქართველოს ბედი და შთამომავლობას დაუტოვა წარსულის მიღწევებისა თუ შეცდომების ღრმა ანალიზით აღბეჭდილი ფიქრები საქართველოზე. მან შეცდომად ჩათვალა სამხედრო ორგანიზაციის ორსისტემიანობის ზედმეტად გახანგრძლივება. დროთა განმავლობაში სახელმწიფო თავდაცვის საქმის ინტერესებს უფრო შეეფერებოდა, რომ ორი სამხედრო სისტემა აღარ დარჩენილიყო პარალელურად. საჭირო იყო რეგულარული ჯარის დისციპლინისა და სხეულზე სახალხო გვარდიის პოლიტიკური შეგნების და მოქალაქეობრივი ენთუზიაზმის დამყნობა და ამრიგად ამ ორი სამხედრო ორგანიზაციის სინთეზი და შედუღება მათ მთლიან და ჩამოსხმულ ორგანიზაციად გადაქცევა. აი ეს რეფორმა დაგვიანდა და ამ დაგვიანებას კი არ ჰქონდა საკმაო გასამართლებული საბუთი. მით უმეტეს იმ ზემოხსენებულ გენერლებსა და ოფიცრებში რუსეთის იმპერიის არმიის ფარაჯებით შემოჭრილი ქართული სული სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ელოდა, რათა თავისი მხედრული ცოდნა და გამოცდილება მისი სამსახურისათვის ეძღვნა. ქართველი ხალხის უძველესი და მაღალი ეროვნულ-პოლიტიკური მემკვიდრეობა თურმე ისე მტკიცედ იყო გამჯდარი ამ ერის თითოეული შვილის არსების ღრმა კუნჭულში, რომ თითქოს საბოლოოდ გადაგვარებულ და ქართული ენის უცოდინარ სარდლებსაც კი მშობლიური ენა გამოება და რუსული შინელის ქვეშ სააკაძეების გული აეძგერათ. ასეთივე მდგომარეობაში იყო მრავალი ინტელიგენტიც. მეტად საინტერესო და საგულისხმოა ის ერთი შეხედვით სასწაულებრივი პირდაპირ ჯადოსნური გარდაქმნა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ მოუხდინა ქართველ ინტელიგენციის იმ ნაწილს, რომელიც თითქოს საბოლოოდ გადარუსებული და მოწყვეტილი იყო მშობლიური კულტურის წყაროსა და ნიადაგს. ის თილისმა, რომელმაც მაგალითად საყველპურო ქართულის უცოდინარ ქართველ პროფესორს რამდენიმე თვეში საშუალება მისცა მშობლიურ ენაზე სამეცნიერო ლექციები ეკითხა. იყო რასაკვირველია, არა ზეგარდმოსული სულიწმინდის მოფენა, არამედ განძი ძველი კულტურული დიდებისა, ამ მემკვიდრეობითი პოტენციის გაშლა და ამოფრქვევა. ერთი სიტყვით, კარგი ბაზა არსებობდა რეგულარული ჯარის შესაქმნელად, მაგრამ არ იყო ნოე ჟორდანიას პოლიტიკური ნება. სამაგიეროდ დიდ ყურადღებას აქცევდა გვარდიას, მაგრამ დიდ მიკერძოებასაც იჩენდა. გვარდიის ხელმძღვანელობას მხოლოდ სოციალ-დემოკრატიის ერთგულ ხალხს ანდობდა. ამაზე მიუთითებს იმ წლებში შექმნილი სამხედრო სკოლის ენერგიული უფროსი და რეგულარული ჯარის მშენებლის მომხრე გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე. დაიწყო ნაციონალური კორპუსის შედგენა. ქართული კორპუსის შედგენა მიენდო პოლკოვნიკ ახმეტელაშვილს.
კორპუსის შტაბის უფროსად დაინიშნა შტაბს-კაპიტანი გედევანიშვილი. ეს პირები იმ დროს ჩვენი რევოლუციური მოღვაწეების განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდნენ. სამართლიანობა კი მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ არც ერთი მათგანი თავის დანიშნულებას არ შეეფერებოდა.